მოგესალმებით, განმაგზავნებთ მაუწყებლობას ამჯერად პირდაპირ ეთერში შემოგერთით ინტერაქტიული გადაცემით მაყურებელსა და რადიო მსმენელს კი შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაგვეკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში და რაც მთავარია უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 557-98-95-98 და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე და რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ფასების და გადასახადების მორიგი მატება. ეს იქნება ჩვენს მიერ დასმული კითხვა, ბუნებრივია, დეკემბრის თვეა და ჩვენი საზოგადოება ზოგადად ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ახალი წლისთვის ემზადებიან, ასეთ დროს განსაკუთრებულად ხვდებიან ხოლმე ადამიანები თუ რამდენად ხელმომჭირნედ უწევთ საკუთარი ბიუჯეტის გადანაწილება, რამდენად შეძლებენ იმას, რომ მაგალითად საახალწლო სუფრეს გაწვდნენ და ასე შემდეგ, რამდენად მოიმატა ფასებმა სხვადასხვა პროდუქტებზე და სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე ხვდებიან თუ რა პრობლემების წინაშე დგას მისი ოჯახი, ზოგადად ბიუჯეტში რა მდგომარეობა აქვს და ასე შემდეგ. ამ დროს კი შემოსავალი არ იზრდება ჩვენს ქვეყანაში ასე მარტივად, როგორც ხვდებით, მე აუცილებლად სტატისტიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ იმასთან დაკავშირებით თუ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით რა დონეზე გვაქვს ქვეყანაში გაძვირებები კონკრეტულად რომელ პროდუქტებზე სასმელების ჯგუფი იქნება ეს პროდუქტეული თუ ასე შემდეგ, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით და ბევრი მიმართულებით, მათ შორის ვისაუბრებთ ბიუჯეტის გადანაწილებაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც 2026 წელს არის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. მოვუსმინოთ პირველ მაყურებელსა და რადიო მსმენელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, გენაცვლე. გამარჯობა, ისაუბრეთ. მე მაგალითად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. დიახ. 230 ლარი მაქვს პენსია. და ჩემი ოჯახი შიმშილობს. და ასია საქართველოში მრავალი ხალხი. შიმშილობა. რა როლი აქვს აი ამ ყველაფერში სახელმწიფოს? რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ბატონო ასე დროს? მადლობა რომ დაგვეკავშირდით პირველ რიგში და არ ვიცი როგორ შეიძლება გამხნევოთ ასეთ დროს, როდესაც პირდაპირ ღია ეთერში ესაუბრობთ, რომ შიმშილობთ თქვენს ოჯახთან ერთად. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა, თუმცა აბსოლუტურად გულგრილი ვერ ვიქნები ამ თემის მიმართ და ძალიან მომიწევს, რომ სოლიდარულობა ჩემი, რომელიც გამაჩნია დავაფიქსირო ღია ეთერში ოქტომბრისთვის მონაცემები მინდა შემოგთავაზოთ, სადაც პირდაპირ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სოციალური დახმარება ქვეყანაში 708,000 ადამიანმა აიღო. რამდენად დიდი ციფრი არის, რამდენად დიდ მასშტაბებზე გვაქვს საუბარი და თქვენ იცით, რომ როდესაც ამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ერთი ამდენს კიდევ უნდა რომ სოციალური დახმარება მიენიჭოს და იცით, აქაც როგორ ხდება მეთოდოლოგია, რამდენად რთულია და რამდენად გართულებულია სოციალური დახმარების დანიშვნა, ხომ იცით ადამიანებს, მაგალითად ტელევიზორი აქვს სახლში და ამის გამო არ უნიშნავენ სოციალურ დახმარებას, ვიღაცას სოფელში ქათა მიყავს, არ ვიცი, პირუტყვი და ამის გამო ეუბნებიან, რომ მას სოციალური დახმარება არ ეკუთვნის, ან თუნდაც ძველი სახლი აქვს, რომელიც ბაბუამისისგან ერგო მემკვიდრეობით და ამის გამო შეიძლება არ დაენიშნოს სოციალური დახმარება. ამ ყველაფერზე ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასებების მოსმენა და როგორ რას გაგვიზიარებთ თქვენი მაგალითებით. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მე მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება. ეხლა დაიწყეს კონტროლი, რომ სოციალური დახმარების საკითხი ძალიან ბევრი არიანო. ალბათ ვინმეს თუ სახში კატა ყავს, ესე იგი მოუხსენით სოციალური დახმარება. ხო, ან დაუშვათ სხვა რამე, ან ძაღლი ყავს, ან რაღაცა. ხო და იქნება არ შეუძლია ამ ადამიანს რომ დაუშვათ იმუშაოს. ხო და ამის გულისთვის რატო უნდა მოუხსნან? ხო. ხომ მიხდით ახლა რაზე გეუბნებით ახლა? მესმის კი, სწორედ ამას გავუსმინეთ. არ უნდა რომ ბიუჯეტიდან რაც შეიძლება ისა ბევრი ფული გავიდეს. კი ბატონო. ხო და თავიანთი ხელფასების და იმისი 16,000-ები, 15,000-ები არ ენანებათ. ხო და ამიტომ ამაზე თუ შეიძლება ისა რა თქია კომენტარი რომ გავაკეთოთ.
კი ბატონო, აუცილებლად ჩვენ იცით რომ სოციალურ საკითხებზე ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, აქცენტს ვაკეთებთ. ჩვენი ტელევიზია მუდმივად აშუქებს იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. სოციალური თემატიკაც კი მიყავს ნათია მაზანაშვილს პირდაპირ ეთერში, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ადამიანებს პირდაპირ ძალიან უსამართლოდ ხშირ შემთხვევაში ეხსნებათ ხოლმე სოციალური დახმარება, თუ რა მიზეზების გამო არ ენიშნებათ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში აქ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას მაგალითად ყავს ნაცნობი, მის მიმართ კეთილგანწყობილები არიან ადგილობრივ დონეზე და მას აქვს სოციალური დახმარება სრულიად უსაფუძოდ დანიშნული შესაბამისი სოციალური მდგომარეობა მისი საერთოდ არ საჭიროებს, რომ ამ ადამიანმა სოციალური დახმარება აიღოს, მაგრამ იღებს ესეთი ადამიანი და რეალურად იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება და სჭირდება ხელშეწყობა და ის რაც უნდა მიიღოს სოციალური დახმარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოჯახისთვის და მისთვის, ასეთი ოჯახები ხშირ შემთხვევაში ვერ იღებენ ხოლმე ძალიან მარტივი პრიმიტიული მიზეზებით ეუბნებიან, რომ აი მაგალითად შენ საქონელი გყავს და ამას მიხედე და შემოსავალი გაქვს, ძალიან დიდი სახლი გაქვს, ბევრი კვადრატი არის, მიწას ფლობ და ასე შემდეგ და ძალიან მარტივი მიზეზები. მაგალითად მე მახსენდება ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი სოციალურ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობდი მაშინ და ქალბატონმა მითხრა, რომ პირდაპირ სოციალურმა მუშაკმა გამოაღო ჩემი კარადა და მითხრა, რომ ამდენი ტანსაცმელი გიყიდიო და თუ ამდენი ტანსაცმელი გაქვს სოციალური დახმარება არ გეკუთვნისო და ასე არ დაენიშნა მოკლედ ქალბატონს დახმარება. ძალიან ბევრი მიზეზით არასწორი მეთოდოლოგია წლებია უკვე არსებობს და სამწუხაროდ ეს არ არის ახალი. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და მის შეფასებას და რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენზე ყოველდღიურად გაძვირება პროდუქტების. მოგესალმები ლიზი, გენაცვალე. მარტო ჩემზე კი არა 70%-ზე ახდენს ფასების გაძვირება, მარეგულირებელი ორგანო აქ არ არის. მარეგულირებელ მაკონტროლებელი ორგანო და რასაც უნდა იმას აკეთებენ და ამათ რო თავში ტვინი ქონებოდა, ეს თავში ტვინი კი აქვს. სათავისოთ, მაგრამ არ უნდა და არ აკეთებენ. განავითარებდნენ სოფლის მეურნეობას, თუმუქმრეწველობას, ინდუსტრიას, შეძლებით და დაასაქმებდნენ ამ ხალხს და აღარ დასჭირდებოდათ ამდენი სოციალური დახმარებები. გენაცვალე და აღარ გამიწოდა ბიუჯეტიდან, როგორც ეგენი ამბობენ, კოლოსალური თანხები. გენაცვალე თავისთავად დააბრალონ. რაც მოგიმა დავითაო, ყველა შენი დავითაო და ეხლა სადამდე გავცელებს ეს ხალხი ძიერი და მყურვალი. მოხდება ხო? ან რევოლუცია მოხდება ამ ქვეყანაში, ამ სოციალური აფეთქება, ასე სადამდე შეიძლება. გმადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარი გახდება და იზრდება მათი ხელფასი, როგორც უკვე აღვნიშნე. მინისტრის ხელფასი 12,410 ლარი იქნება. 13,600 ლარამდე განისაზღვრა პარლამენტარის რიგითი წევრის ხელფასი და მოკლედ ვხედავთ, რომ პარლამენტარებს საკმაოდ ეზრდებათ ხელფასები და აქვე პატარა პარალელი რომ გავაკეთოთ, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება იანვრიდან და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის 45 ლარით იქნება პენსიაზე ნამატი. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ჩვენს გამოწვევებს, მაგალითად, რომ არ ვისაუბროთ კარგით პარლამენტარების ხელფასებზე და პრემიერ-მინისტრების და ასე შემდეგ მაღალი თანამდებობის პირების, თუმცა ვისაუბროთ პენსიონერების შემოსავალზე და რამდენად პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც აქვთ მაგალითად პენსიონერებს, ინფლაციას, ფასების მატებასთან მიმართებაში ვსაუბრობთ ჩვენ და 20 ლარი მხოლოდ პენსიონერს 70 წლამდე. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა პენსიონერების მიმართ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით ზოგადად აი ესეთი დამოკიდებულება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ლიზი, გენაცვალე. ჩვენ პენსიონერებს მთავრობა არ აყვაშვილო. აბა როგორ ხვდებით პენსიონერები? თვითონ ხო კარგად ხვდებიან. 360 ლარი, 50 ლარი, რატო თვითონ არ ცხოვრობენ და 20 ლარი ზოგიდებენ იანვრიდან. რატომ არ ცხოვრობენ? პლუს სოციალურად დაუცველებსაც უხსნიან მასიურად. იმიტომ რომ თვითონ უფრო მეტი შეუვიდეთ ბიუჯეტში და კარგად იმატონ და იმატონ,
ყველას პრემიები, დანამატები, ხელფასები. მე ერთი სათხოვე მაქვს შვილო, ეს ლაპარაკია, მაგრამ ჩვენ არც ერთი ოპოზიციური პარტია გვერდში არ გვიდგას პენსიონერებსო დავიდეთ და აბა ერთი ჩვენ ვინ აგვიგზავნავს ჩვენ პენსიონერებს დაგვიჭერენ ერთი მეკითხები რომ ჩვენ მოვითხოვოთ ღირსეული პენსია რატომ არ უნდა გქონდეს მე პენსიონერებს რატომ უნდა გქონდეს მაგათ ამხელა ხელფასები პენსიონერების ხარჯით არიან მოწვეულები მოსულებიო განამდე ყურებენ და ჭამენ და გადაჭამეს ქვეყანა გინდა შევარნაძის სწავლობა გინდა სააკაშვილის სწავლობა გინდა ამათმა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ პენსიონერებმა მე იცით რა მაინტერესებს რომ თუ პატრიოტ ალიანსი დაუძახებს კი ბატონო ეროვნულ საკითხზე და გამოყავს მოსახლეობა რატომ ჩვენ ღირსები არ გავყვებით რატო არ გვეძახიათ კიდეც დავიცავთ მაგ პარტიას და კიდეც მოვთხოვთ აბა ვინ დაგვიშლის ეთი მე ვინ დამიშლის პარლამენტის წინ დგომას პენსიონერ ქალს უნდა ვკითხულები მდინარაზე აბა ერთი თუ დამიშლის ვინ ეკითხება ის გზა ყველასია ჩემიც არის მაგათიც არის მამამისმა თუ პაპამისმა დაუტოვა ამათ ეს ყველაფერი როგორც უნდა ისე იქნებია როგორც უნდა ისე აკეთებენ ვერ გავიგე კაცო ვერ გავიგე გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის როლი და მთავრობის შესაძლებლობები. საინტერესოა, როგორია თქვენი შეფასება და რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ფასების და გადასახადების მორიგი მატების ტენდენცია. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბოლო კვლევებით, რომელიც ქვეყნდება საჯარო საიტებზე, ვხედავთ, რომ 700,000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას ჩვენს ქვეყანაში. რამდენად ძალიან დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე, ჩვენ თუ დავაკვირდებით, მათ შორის ბავშვები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ქვეყნის მოსახლეობის 15-20% არიან ეს ადამიანები და აქ კიდევ არ არის სრული ციფრი იმ ადამიანების, რომლებსაც უნდათ სოციალური დახმარების მომლოდინეთ რიგში არიან და უნდათ ის რომ სოციალური დახმარების სოციალური დახმარებით იცხოვრონ და დაინიშნოთ მათ სოციალური დახმარება. ძალიან დიდ ციფრებზე ავდივართ ასეთ დროს, მხოლოდ დახმარების ამღები ადამიანების ციფრი 700,000-ია, როგორც უკვე მოგახსენეთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა, გისმენთ. თუ დააკვირდებით ჩვენი მთავრობის ქცევას ყველანაირ კანონს ღებულობს იმისთანაც რომ გაანერვიულოს ხალხი. აი ნებისმიერი კანონს დააკვირდით რომელიც ხალხზე მოქმედებს უარყოფითად. ყველა რაც კი მას კანონი მიუღია არის სწორედ ხალხზე გასაღიზიანებლად მიღებული და რაც ის სჭირდება ეს ვერ გამიგია. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში სამწუხაროა ნამდვილად, თუმცა ვხედავთ რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ძალიან ბევრ ადამიანს სოციალური გამოწვევები აქვს, ახლოვდება ახალი წელი, ეს ადამიანები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ისინი უბრალოდ იმასაც კი ვერ ახერხებენ, რომ საახალწლო სუფრაზე ელემენტარული რაღაც პირველადი მომხმარების ნივთები შეიძინონ და აი ესე გაიფორმონ საახალწლო სუფრა, იმიტომ რომ ღიად საუბრობენ იმ ფასების მატებაზე, რომელიც ფიქსირდება ბოლო პერიოდში და ეს არის მთელი რიგი ჩამონათვალი პურპროდუქტები, თევზეული, ბოსტნეული, მზეთი, ცხიმი, თითქმის ყველა სფეროში არის ფასები მომატებული ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. და ეს ტენდენცია არის მზარდი. მოусმინოთ მაყურებელს მორიგს, რომელიც გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში, ისაუბრეთ. მოგესალმებით. გამარჯობა გენაცოლე. გამარჯობა, გისმენთ, ღია ეთერში ხართ. ვერ შემოვდივარ გენაცოლე, ძირჯულობით თუ რეკავ. გთხოვე რომ ჩემი ნომერი მეცი, ილიას მეცი, დამიკავშირდე, ძალიან გთხოვ რა. კი ბატონო, დაგიკავშირდებათ ილია აუცილებლად, მე პირადად ვეტყვი რომ დაგიკავშირდეთ, თუმცა ისმის ახლა თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში და ტექნიკურ ჯგუფსაც ვთხოვ რომ ჩაინიშნოს თქვენი ტელეფონის ნომერი. ცხიმი და ზეთები, მაგალითად 4.2%-ით არის მომატებული ფასები, ბოსტნეული და ბოსტნეულის პროდუქტები, ასე ვთქვათ, 3.8%-ით არის მომატებული, პური და პურის ნაწარმი 1.9%, თევზი 1.9%,
1,4% რძედა, ყველი კვერცხი ასევე 1,4% არის ფასები აქაც მომატებული, თევზი და ხორცი 1,2%-ით არის აქაც მომატებული ფასები. საერთო ინფლაციის დონემ კი ძველი მონაცემებით აქ ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებს აგვისტოს თვიდან დაიწყო ეს ტენდენცია და ოქტომბერში 5,2% შეადგინა, ნოემბერში კი 4,8% არის საერთო ინფლაციის დონე. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა სფეროში არის ფასები მომატებული, ეს იქნება გადასახადები, ეს იქნება პროდუქტები თუ ასე შემდეგ. როგორ ართმევთ გაძვირებული ცხოვრების ფონზე ოჯახის რჩენას, მაგალითად საახალწოდ სამზადის და ასე შემდეგ და რა როლი აქვს აი ამ ყველაფერში ხელისუფლებას, მთავრობას. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ. დიახ, გამოგევლე ლიზი. გამარჯობა. დედან, გამარჯობა. იცით რას გეტყვით? მომაწყვეტინებელი კანონები აქვს ამ მთავრობას, განა მარტო პენსიონერებს, მთლიანად ქართულ ხალხზე. მე პენსიონერებს მოუწოდებ, რომ ერთი დიდი აქცია გავაკეთოთ პარლამენტის წინ, ყველამ შევიკრიბოთ, ყველამ ერთად ეს აღლირასწნილი, უსიყვარულო, ყველანაირი ადამიანობისგან დასცლილი, ზნეობრივად დაცემული, ეგრეთ წოდებული, მთავრობად მოხსენიებული, მახჩობელა ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ მევიცილოთ, რაც იქნება. ეს უნამუსოებს არ უნდა, მერე ცხოვრება მთავრობაში რომ არ იქნება და ძალაუფლება არ ექნება და მანდატი ხალხის რომ დაახცოს, მერე რაფერ შეხება იგი ქართულ ხალხს. რა ნამუსით გულსოვებს იგი თვალებს, რაც მარგა მათი შვილები, ან შვილიშვილები, ან მათი ქონება, აგარაკები, ფული, სიმდიდრე, ფუფუნებაში ბანაობენ, ეს უნამუსოები და ჩვენი იხსობით ხალხი. აქცია გავაკეთოთ, სასინელი აქცია, მე ვთხოვოთ ყველა. უმზეო ხალხი ვართ, ჩვენ პენსიონერები ყველა, ახალგაზრდა თუ ბერი გაზრდა. აზია ჩემი სათქმელი. გასაგებია, მადლობა. ახლა ჩავიხედოთ რა ხდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმარებაში. 2026 წელს მთავრობა 5,1 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს, საგარეო ვალს. 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი კი ჯამში 38,2 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროექტის 33,5% იქნება. პრიორიტეტები ვხედავთ პრიორიტეტი რა არის, მაგალითად თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მილიონი ლარით იზრდება, ასევე გაიზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასები მხოლოდ 10%-იანი მატება, როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე. ბუნებრივია, აქ აუცილებლად ხაზი გავუსვათ იმას, რომ თავად პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი იქნება მომატებული 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით 14,600 ლარით განისაზღვრა მათი ხელფასები, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 13,600 ლარი იქნება. 70 წელს გადაცილებული პენსიონერისთვის კი იანვრის თვიდან 20 ლარით გაიზრდება პენსია და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს 495 ლარი გაუხდებათ პენსია, ვინაიდან მათ 45 ლარი მოემატებათ. 70 წლამდე კი 20 ლარი იქნება ნამატი პენსიონერებისთვის. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. ალო. გამარჯობა, გისმენთ ღია ეთერში. გამარჯობა, გეცალებ. ესე იგი, ჩემი მოსაზრებით, ეს ყველაფერი დაიწყო ზრიადის და მისი მომხრეების დააქცია სოციალისტური წყობა. აი ახლა ვინჭით ყველაფერს შემოგახსნენ ჩვენ კუნდები ურბაცაცები რაღაცა, რომლებსაც ძალიან აწყობდათ კაპიტალისტური აესწყობა. თორე ესენი ვერ აღიშვებოდნენ კანცელერს ულიერებათაც არავინ არ დანიშნავდა. აი მაგის კი შერდია სოდვა ზიების და მისი მომხრე.
გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში. მე მინდა ჩვენი კითხვა შეგახსენოთ, როდესაც დაგვეკავშირდებით, აუცილებლად გაამახვილეთ ჩვენი კითხვის შინაარსზე ყურადღება, ეს არის რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ფასების და გადასახადების მორიგი მატება და ამ დროს კი თქვენ იცით რომ შემოსავლები ძირითადად არ ეზრდებათ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, ეს იქნება კერძო სფეროში დასაქმებული ადამიანები თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, მე ვთქვი რომ ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მხოლოდ 10%-იანი ხელფასის მატება და კერძო სფეროში განსაკუთრებულად იცით რომ არ აქვს მნიშვნელობა ის 10%-იანი მატებაც კი არ აქვს ხოლმე ადამიანებს სამწუხაროდ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს იცით რომ 600-700 მაქსიმუმად 900 ლარიან ხელფასზე უწევთ მუშაობა და პარალელურად ვხედავთ რომ ყოველდღიურად იზრდება პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები მომსახურების სფეროზე დასვენებაზე თითქმის ყველაფერზე ჩვენს ქვეყანაში ფასები იზრდება სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კლების არანაირი ტენდენცია არ არსებობს პირიქით ფასების მხოლოდ მატებას ვადევნებთ თვალს მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში გვერდდება მოგესალმებით გამარჯობა დიახ იცით აი თქვენას ნერვებს ვიჭლით ამ ობიექტივით ყველა საკითხს ეხება მაგრამ ძალით ეს არავანი მიწვა ასია თქვენი მთავრობისთვის გვაქცევენ ყურადღება გამოსავალი რა არის ქალბატონო როგორ უნდა მიიქციოთ მთავრობის ყურადღება რა ყურები არიან და არესმით და რა ვქნათ არესმით რა და ეგება მართლა გამოვიდეთ ხალხი და რაღაცა ვისაცხოთ და ასეთი არა რაბადან პენსია კარგი პენსია წაფები ყველაფერი მომატებულია და რა ლაბარაკობთ ეს მის ყრუს ხალხს არ ესმის მადლობა ზარისთვის, თუმცა თუ ჩვენ არც კი ვილაპარაკებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ეს რაღაცნაირი პატარა ფანჯარაც კი დაიხურება ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ მათი სოციალური მდგომარეობის მიმართ ხელისუფლების ყურადღება არსებობდეს ამ ქვეყანაში, სახელმწიფო ჩართულობა არსებობდეს მათი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანები, რომლებიც ღიად გვიკავშირდებიან და საკუთარ მდგომარეობაზე გვესაუბრებიან ტელევიზორის მეშვეობით, ტელევიზიით ტელეფონით, ასევე მუდმივ რეჟიმში გვიკავშირდებიან სოციალურ ქსელში გვწერენ, სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო დაგვათმობინონ საეთერო დრო აი ამ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და მუდმივად მოითხოვენ ჩვენგან, რომ ვისაუბროთ ადამიანების პრობლემებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, ყოველდღიურ საზრუნავზე ჩვენი მოქალაქეების და გამომდინარე აქედან ჩვენ ყურად ვიღებთ თქვენს ამ პრობლემებს და ვსაუბრობთ დღის წესრიგში ვაყენებთ ამ თემებს. თუ არც კი ვისაუბრებთ ამ თემებთან დაკავშირებით, დამიჯერეთ საერთოდ ეს შესაძლებლობაც არ იქნება, ეს ხმაც არ გაისმება თქვენი და ამის შესახებაც კი არ ეცოდინება არავის, რომ ასეთი პრობლემები გაწუხებთ და აუცილებელია საზოგადოების ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და ყურადღების მიმართვა. ამიტომ დამიჯერეთ ეს არის გამოსავალი ჩვენი მხრიდან. თქვენი, რა თქმა უნდა, ჩართულობით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აი ამ აქტიურობით შევძლებთ იმას, რომ რაღაცნაირად სოციალური პრობლემებისკენ მეტი ყურადღება და დაინტერესება მივმართოთ ხელისუფლების. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. შორენა ბრძანდები? არა, ლიზა გახლავართ და გისმენთ პირდაპირ ეთერში. გასაგებია. აი ხლა უყურეთ, ეს შეკითხვები ძალიან ხშირად გამოგაქვთ თქვენ ტელევიზია. მაგრამ ფაქტიურად არავინ არაფერს არ იძახი. აი, რით უნდა გამოსწორდეს ლიზა, ერთი მითხარი. რომელიც ქვეყანა არის ჩავარდნილი მონოპოლისტების ხელში. კაი ბიჭი ხარ ეხლა მე წყალი ამომდის 220 მეტრიდან სახში, სოფელში. ლიცენზიას არ მოგცემენ. ამათ უჭირათ მონოპოლიები ხელში. ეგეც ხო საქმეა რომ პატარა დამსუბუქდეს ხარ რომ ლარი ღირდეს. თუ გაყიდვა კიდე საზოგადოებით გაყიდო რამდენადაც უნდა. მაგრამ სნიკერსის მსგავსი კამფეტის გაკეთება რომ დაიწყო გაგანაბი ყველაფერი სად მოუყო ეხლა გამიგეთ აი ეგეთი ქვეყანაში ვარ ჯართი გაგაქვთ ჯართი დღემდე ნადია თურლავარო თავს იქებდა ამდენი 1000 ტონა ჯართი გავიტანეთ ხო და თურქეთის ეკონომიკაში და ფულსა და თურქეთიდან გამზადებული პროდუქცია ლისტი უგოლნიკი
შველერი ყველაფერი იქიდან შემოდის. მარტო არმატურა კეთდება რუსთავში. რომელ ეკონომიკაზეა, რომელ საქმე ესენი არ გაგახარებენ შვილო. ესენი არ გაგვახარებენ ჩვენა. რო გინდოდეს რომ რაღაცის წარმოება ერთი მსგავსი რამე გამოუჩი. ეს ჩათვალე რომ მკვდარი ხარ. არც ვერ შემოიტან, რაც ამ განაწილებული აქვს. იმაზე დაშალეს ქარხნები, ფაბრიკები, სააკაშვილმა დაიწყო და ამათ გააგრძელეს. ესენი სასიკეთო საათს გაიკეთე. ერთი ეგ არის რომ ასფალტის ტექნოლოგია არ არის ჯერა, თორე ამას ირანიდან შემოიტანდნენ მონოპოლისტები და ბეტონი კიდე, ბეტონიცა ფუჭდება. ამასაც იქიდან შემოიტანდნენ. რაღა გითხრათ მეტი გასა გასაგებია, მადლობა ზარისთვის იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 555-98-55-98 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც ვიკავშირდებით იმისთვის, რომ ჩაერთოთ გადაცემაში და რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ფასების და გადასახადების მორიგი მატება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ ისაუბრეთ. ზოგი თქმა ცუდად ისმის თქვენი ხმა თუ შეიძლება რომ გამიმეოროთ გამოსავალზე საუბრობთ გისმენთ სამწუხაროდ როგორც ჩანს გაითიშა ზარი აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა რომ კვლავ დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში არ მესმოდა თქვენი ხმა და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე გაითიშა კიდევაც 557-98-55-98-ზე გვიკავშირდებით იმისთვის რომ ჩაერთოთ გადაცემაში და როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობა და რაში ხედავთ გამოსავალს როდესაც ფასები იზრდება შემოსავლები კი არ ემატებათ ჩვენს მოქალაქეებს სამწუხაროდ ნაკლები სამუშაო ადგილები და თუ კი არსებობს სამუშაო ადგილები და მაგალითად ხედავთ რომ რაღაც ვაკანსიები არსებობს სოციალურ ქსელში შევალთ და ვნახავთ ვაკანსიებს დავაკვირდებით რომ ყველგან არის ძალიან დაბალი ხელფასის სანაცვლოდ უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობები ადამიანებზე ჩამოთვლილი აქედან გამომდინარე ადამიანები ღიად საუბრობენ უკვე ამაზე რომ საქართველოში დასაქმება აზრიც არ აქვს ამიტომ გარბია საზღვარგარეთ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი გადის სამუშაოდ თუ ემიგრაციაში საცხოვრებლად. რა შეხედავთ გამოსავალს ასეთ დროს, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ფასები იზრდება. იგივე როგორ ემზადებით საახალწლოდ, როგორი ტენდენცია მაგალითად რას აკვირდებით სუპერმარკეტების ქსელებში იმატებს ფასები აკლდება თუ როგორია თქვენი პირადი გამოცდილებები, რომელზეც გინდათ რომ გაგვიზიაროთ ღია ეთერის მეშვეობით. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ისაუბრეთ. მოგესალმებით მინეცო. გისმენთ. მე ამ წინადადაც დავეკე და არაერთხელ დავრეკე. ეხლა ქალბატონებიც ჩემ აზრზე არიან. გამოგვიყვანეთ ეს პენსიონერები, რას ვერ ვეტებით ხო? ეს თავრობა ჭკვაზე რო არ მოვა, ხო ვიცით ყველა. გამოგვიყვანეთ ეს პენსიონერები ჯერ ერთი საკითხი დავსვათ ამ პენსიონერებს რა უყოთ თუ არ გამოვდნენ პენსიონერები საერთოდ მოხსნათ მე ეს საკითხი გახილვიდა დარწმუნებული ვარ მთელი პენსიონერები შეუძლიათ არ შემოუძლიათ ამანტყოფია ჯანმრთელია ყველა გამოვალთ და ველოდებით რაღაცას რომ კობახიძე დაგვიძახებს ან ივანიშვილი დაგვიძახებს, მოდით ვილაპარაკოთ. ვერ უნდა მონახოთ ერთი დღე კაცო, რომ გამოგვიყვანეთ ეს პენსიონერები ერთი ვნახოთ, რაც გაგცემენ, რა პასუხს გაგცემენ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 3.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და 30.8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ასეთი მატებას კი საგარეო ვალი განაპირობებს, საგადასახადო შემოსავლების ზრდა განპირობებულია 2026 წელს მთავრობა 5.1 მილიარდი ლარის ვალს აიღებს და 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 33.5% იქნება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. თუ ასე გაიგება, ამირა დაგვიდება სათავეში.
ისაუბრეთ თუ შეიძლება, ცუდად მესმის თქვენი ხმა. თუ ასე გაგზავნა. დიახ. არაბეთი გაგვიჟება სათავეში. გასაგებია თქვენი შეფასება. მადლობა ეს არისთვის და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მართლაც არ ახდება ასეთი მოცემულობა არ დადგება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არსებობს ამის ნამდვილად შესაძლებლობა ჩვენ მოქალაქეებმა, იმ ადამიანებმა, ვინც მაგალითად ბიუჯეტში ვიხდით, ყოველთვის შეგვაქვს თანხები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, ასე შემდეგ, სათანადოდ მოვითხოვოთ, რომ თუნდაც მაგალითად ქვეყანაში რაღაც მაკონტროლებელი ორგანო შეიქმნას, რომელიც უსაზღვროდ ფასების მატებას შეაჩერებს და რაღაცნაირად ზედაზღვარი დაწესდება, ისე რომ არც ბიზნესი დაზიანდეს, არც ადამიანები ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები დაზიანდნენ და ჰუმანური პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს ჩვენი მისამართით, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ბიზნესი არ აკეთილ სინდისიერად ექცევა ამ ადამიანებს ერთი პროდუქტი შეიძლება დღეს რაღაც 5 ლარი ღირდეს და ხვალ 25 ლარი ღირდეს. ეს არის ხშირ შემთხვევაში გამოწვეული ბიზნესის აი ამ დამოკიდებულებით, როდესაც მას შეუძლია ნებისმიერ დროს საკუთარი პროდუქტი თვითნებურად, ხელოვნურად გაზარდოს ფასები და ასეთ დროს ადამიანები ზიანდებიან, ამიტომ სხვადასხვა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც სწავლობენ თუ რამ გამოიწვია პროდუქტზე ფასის მატება, ხომ არ არის ეს ხელოვნურად განპირობებული და შეიძლება ანალოგიური მეთოდები დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში. ამას კი სჭირდება მუშაობა ეკონომიკური გუნდის. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ თუ შეიძლება. ალო. გამარჯობა. მე ვარ პირველი ჯგუფის წინვარი, უსინათლო ადამიანი. გისმენთ. ხოდა. პენსია. მე მთვეში მინდა წამლებზე 1-200 ლარი მეტი. მარტო წამლებზე. დიახ. ხო. მაქსიმ სივნე. შაქარი და უსინათლო კაცი. აი პენსია საკმარი რაღაც თვითონ 116,000. იმ კაც არ უყურებენ იმასაც. მე მთელი ცხოვრება ვიმუშავე და მიყავდებოდა ფული ბიუჯეტში. და ეხლა ამით მიხდია მაგასთანაც. მაინტერესებს ეს და თუ გამოვაკიდე ყველა პენსიონერი უნდა გამოვიდეს მათ. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, რამდენად მძიმე ზეგავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე. ფასების და გადასახადების მორიგი მატება, თქვენ იცით რომ წინა საახალწლო პერიოდია და თითქმის ყველაფერზე მომატებულია ფასები და ამ დროს განსაკუთრებულად უჭირთ მოქალაქეებს ის რომ ოჯახში შესაბამისი პროდუქტები შეიძინონ, კომუნალური გადასახადები გადაიხადონ და თავი ირჩინონ. თითქმის ყველა ერთხმად საუბრობს იმაზე, რომ მისი ოჯახის ბიუჯეტს ძალიან შეეტყო ის, რომ ქვეყანაში მზარდი ტენდენცია ფასებზე და თითქმის ყველაფერზე ფასები ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა შვილო. ისაუბრეთ, აი გისმენთ. იძახით, ყოველთვის ვიძახით, რაცია გამოსავალი. გამოსავალი იმაშია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ. უნდა მოვითხოვოთ ამ არაბიზაციის თან ერთად ესენი გადაადგნენ. ტყუილია ყველაფერზე ლაპარაკი. საჭირალი რო არ იყოს, ეხლა მე გეტყვით ერთ რაღაცას. ჩემთან რომ მოვიდნენ შემოწმებაზე, მაკატებს და ტუალეტში შევიდნენ და გავუწვიდათ. უინეო სარედისაო საპონიცა გავთო და კბილით შორკაცო. ყირაღამ არ ამწვდი ხელში, მე უთხარი ქალბატონო რახას მე მიჭირს, ესე იგი წუწიანმა უნდა ვიარო. აი ესეთ თავრობასთან გვაქვს საქმე შვილო. უნდა გადაადგნენ, მოვითხოვოთ მისი გადადგომა. მაგათ მოდიში მაფატია შილო ფეხებზე კიდიათ ქართველი ხალხი და წელი შეერი ხალხი. შემოგევლე უნდა გადაადგნენ.
გასაგებია თქვენი შეფასება და კვლავ ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა ისაუბრა ამაზე, თუ როგორი მეთოდოლოგიაა სოციალური დახმარების მინიჭების თემასთან დაკავშირებით და თქვენც ამაზე საუბრობთ. ეს არის დამოკიდებულება, კი ბატონო, გეთანხმებით, სახელმწიფოს მიდგომა ასეთია, თუ კი მაგალითად სახლში გაქვს ტანსაცმელი, თუ კი გაქვს ჰიგიენური ნივთები და შესაძლებლობა იმის, მაგალითად, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ კბილის ჯაგრისიც გქონდეთ და საპონი, ასეთ შემთხვევაში მაშინ პრეტენზია არ უნდა გქონდეთ თითქოს სოციალურ დახმარებას. აი ეს არის სწორედ ის, რაზეც ვსაუბრობდით და აი ამ ყველაფრის მიუხედავად, ესე იგი, აი ამ ყველაფერს რომ არ აკმაყოფილებს ჩვენს ქვეყანაში, საპონიც რომ არ აქვს და ჯაგრისიც რომ არ აქვს, ისეთი 700,000 ადამიანი გვყავს, იმიტომ რომ ბოლო მონაცემებით ოქტომბრის და ნოემბრის თვეში 700,000 ადამიანმა აიღო სოციალური დახმარება ჩვენს ქვეყანაში, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ აი ამ უკიდურესი ყოველდღიური საჭიროებების გარეშე და აი ამ ყველაფერს მოკლებული ადამიანი 700,000 ოჯახი გვყავს, 700,000 ადამიანი გვყავს ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდე, რომლებიც სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვენ, თუმცა მათთვის ძალიან რთულია სოციალური დახმარება დაინიშნონ, იმიტომ რომ შეიძლება ან მანქანა ყავთ, ვიღაცის მაგალითად დანატოვარი, ან სახლი აქვთ ძველი ბაბუამისის აშენებული და ასე შემდეგ. აი ასეთი მიზეზებით, მაგალითად თუ მაცივარი აქვს ადამიანს სახლში, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მარტივად ამ ადამიანს პირდაპირ გულგრილად არ ენიშნება სოციალური დახმარება. ასეთი მიდგომაა და სოციალურ დახმარებაზე იმიტომ ვუსვავ მე ხაზს, რომ თუ კი ქვეყანაში 700,000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ეს არ არის პატარა ციფრი და ესე იგი უმძიმესი მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ სულ 3 მილიონი ადამიანი თუ არის ამ ქვეყანაში და ისიც არ არის, იმიტომ რომ იცით ემიგრაციაში უამრავი ადამიანია ჩვენი ქვეყნიდან წასული. ამიტომ ძალიან მცირე ჯგუფის სათანადოდ ცხოვრების, კეთილდღეობის შექმნასაც კი ვერ ვახერხებთ აი ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. უკაცრავად, ახლა მე თქვენ არ გესმით, მაგრამ ირმაინაშვილის პარტიას გადაგიხსნით. არაბიზაცია არ გამოძივნიდათ. ახლა წეს სოციალურ თემას, რომ ხალხი კაცი გამოიყვანოთ. რა გინათ ამ ქვეყანას რატო ანდრეთ? დაგვაცადეთ მშვიდობის ცხოვრება. ალბათონო, თქვენ არ გესმოდათ ჩვენი მაყურებლების შეფასებები, პირდაპირ შიმშილობო ადამიანი რომ ამბობდა, რაში გვადანაშაულებთ? იმაში რომ ადამიანებს უსმენთ? არავინ არ შეშილობს. თქვენ ეთყობა კარგი მდგომარეობა გაქვთ და არავისზე რატო საუბრობთ? რატომ საუბრობთ ყველა საქმეს, როცა ადამიანები ლაპარაკობენ ღიად ამაზე? მოღალატეები ხართ მართლა ამ ანალოგიური შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან უსამართლო დამოკიდებულება გაქვთ თქვენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ღია ეთერში რეკავენ და თავად საუბრობენ საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე და მე მადანაშაულებთ იმაში, რომ ამ თემაზე გადაცემას ვუძღვები. ეს არის ჩემი მოვალეობა, იმიტომ რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც პირდაპირ საზოგადოება მიკვეთავს, რომ ასეთ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება და შემდეგ ის ადამიანები რეკავენ, რომლებსაც უჭირთ ღია ეთერში და საუბრობენ საკუთარი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ გაჭირვებაა ქვეყანაში და რომ პირდაპირ შიმშილობენ. პირველმა მაყურებელმა გადაახვიეთ 3:09-ზე დარეკა და ჩემი მთელი ოჯახით შიმშილობო თქვა და საჭმელი არ გამაჩნია სახლშიო. ამის შემდეგ უამრავმა მაყურებელმა და რადიო მსმენელმა დარეკა და რატომღაც ჩვენ გამოვდივართ მოღალატეები, ის ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობთ. ეს არ არის ჩემი მოფიქრებული, შეგიძლიათ აბსოლუტურად მარტივად შეხვიდეთ სოციალურ ქსელებში, შეხვიდეთ საიტებზე, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოთ და ნახოთ, რომ 700,000 ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს ჩვენს ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ მომლოდინეთა რიგშია, რომლებსაც უნდათ სოციალური დახმარების დანიშვნა და რატომ მადანაშაულებთ იმაში მე პირადად და ამ ტელეარხს, რომ მაგალითად ჩვენ რაიმეს უსაფუძვლოდ ვსაუბრობთ. თქვენ არ დადიხართ იმ სუპერმარკეტების ქსელებში, სადაც ფასები ძვირდება. თქვენ არ იხდით იმ კომუნალურებს, რომელიც გაძვირებულია, თუ ჩვენ გვადანაშაულებთ მაინც და მაინც იმაში, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ და არ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ძალიან უსამართლო დამოკიდებულებაა და თუ კი ჩვენც არ ვისაუბროთ და თუ კი ეს ადამიანებიც არ ისაუბრობენ ამ ყველაფერზე, მაშინ საერთოდ არ იარსებობს არანაირი სივრცე, საიდანაც ადამიანების ხმას მოისმენთ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და ბოდიშ გიხდით ამ აღელვებისთვის, რომელთაც გამოვირჩევი. ეს არის ჩემი ხასიათი და ბოდიშ ვუხდი ჩვენს მაყურებელს. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობათ.
გამარჯობა, გისმენთ. ესე იგი, რაც თქვენი ტელევიზია არსებობს, მეორე ძილის შემოვედი რა. გისმენთ. და ეხლა რა მინდა თქვენ, ცოტა ოდნავ შორი და მე გისმენთ ყველას მენდი და შორი და ცოტა შორი და მოვიწყურო. უკრაინის ომის, რუსეთის ომის ამბავი ეს არის გადაწყვეტილი ეს პროექტი იყო 20 წლის უკან. თუ მეტი კიდე. ამაზე განაცხადი გააკეთა გივი რატიშვილმა წერალი რო არის მე დებურ გეორგელიძემ დაადასტურა რომ ეს 20 წლის უკან ვიცოდიო გამიგედა საფუხაროდ ამ პროექტში საქართველოს თუჩდა აი ახლა მინდა თქვენ ამ ყველაფერს პასუხი გავცე რა მოდით მიდით ჩვენი ერის გენოციდი იმიტომ არის ამდენი პრობლემები თორე ჩინეთმა 700 მილიონი მოიყვანა გაჭირების ღურიდან გამაგებინე რა გახდა ახლა 3 მილიონი ადამიანი კი ბატონო, გეთანხმებით, გისმენთ, ისაუბრეთ, დიახ. ხო, აი არაფერი, ამას უნდა ნება. მაგრამ ესენი არიან მარიონეტი მთავრობა ყავს. ესენი ხა ის გამოდის კიდე ვიღაცა შტერი დედაკაცი და რა აწერიალეთო და მოღალატეს გიძახით. აი როცა ითქვა ხოლმე რომ ხალხია დამნაშავე, ხალხი ეხლა არის დამნაშავე. რომ ქუჩე კაცია გამოსასვლელი. ქვეყანა დაღუპვის პირაც არის. ეხლა რო აწყდა ისა რა ქვია განგაში არაეცი და მანამდე აქამდე არის ხდა დასახლებულები ფუნიკოლიოს უკან არა საჭმიდის უკან ნაყიდი მიწები ირანელებს არ აქვს მიწები ნაყიდი ჯუბანში კაშში არ აქვს ნაყიდი სადაც არ არიან კომპაქტურა დასახლებულები ამა დასუშვები კაცო ესენი კიდევ საფუძველი არიან როგორც ეგ ეხლა ეს არა მინდაცია ამას ყველაფერი ბოლონა მოიღოს, მაგრამ ამა დიდი თანხები აქვს დაგებული, გაყიდული ერთობა. არ აინტერესებს არც ერი და არც ბენ. თვითონაც ყარა ძინამ რომ მე საქართველოს და ჩემი ფული მაინტერესებს. ამის გამგონი ადამიანი როგორ უნდა იყოს უწყლაზე, ვერ გავიდა როგორ უნდა უთმინო. იღუნება ქვეყანა, всё გაიხვდა. ახალგაზრდობა თაობების არშადეს. შეხედეთ რა გერმარდო ამ ტელეშოუებს ვეღლა მე ვიღაცა იწვია ეს იქნა საუკუნის კაცია და რაღაცაო. მაგრამ მომწონს რა ეხლა რა ხდა იმას ახალგაზრდობა უყურებს და მიხუნებიან რა. გასაგებია. აშინენება ეხლა ამაზე გააშორსავან ეხლა არ მინდა ბევრი ლაპარაკო. აი თავარი ეს არის რა. რომ საქართველოს არის განადგურების სიაში რა უნდა გაანადგურონ აბორიგენი რომ ამერიკას ხოლმე დარჩეს ეს ტერიტორია და შეგვიტანოს დაბოს რაკეტა და იმის გულიშვის რომ ფიცოთი ჩადირე ჩაფრინდეს მაგის რაკეტა მოსკოვში ამიტომ განადგურებს უძველესე გასაგებია. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით ჩაერთეთ გადაცემაში. თქვენც დამეთანხმეთ და აბსოლუტურად ანალოგიური, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი გააკეთეთ იმ პრობლემების, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რატომღაც არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ამ თემებზე საუბარი არ არის სწორი, მიუღებელია და პირიქით მოღალატეობრივია. რატომ არის მოღალატეობრივი იმაზე საუბარი, რომ ჩვენს ქვეყანაში 700,000-ზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს და ერთი ამდენს კიდევ უნდა სოციალური დახმარება, ერთი ამდენი კიდევ გაქცეულია ემიგრაციაში იმისთვის, რომ თუ კი ემიგრანტად არ იქნება და იქიდან უმძიმესი შრომით ნაშონ ფულს არ გამოაგზავნის, მისი ოჯახის წევრი აქ შეიძლება შიმშილით მოკვდეს. რატომ არის ამ თემებზე საუბარი მოღალატეობრივი და არა სამართლიანი და სწორი? პირიქით, ეს არის სამართლიანი, იმიტომ რომ ეს არის ის თემები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს და ეს არის ზუსტად ჩვენი ჟურნალისტების ვალდებულება. იმაზე კი არ ვისაუბრებთ, რომ მაგალითად ბჭყიალებს ყველაფერი და კარგად არის და რაღაც ფარდა ჩამოგაფაროთ თვალებში, არამედ დავინახოთ რა ხდება რეალურად, სად რა იმატებს, სად რას აკლდება. მე ძალიან მინდა რომ ვისაუბრო ახლა იმაზე, რომ ქვეყანაში იმდენი სამუშაო ადგილია, რომ ჩვენი ემიგრანტებისთვის რაღაც ახალი შემოთავაზებები გვაქვს, რომლებითაც ამ ადამიანებს ჩამოვიყვანთ ქვეყანაში, აქ სამუშაო ადგილებს შევთავაზებთ და უკეთესი ცხოვრების პირობებს შევთავაზებთ და მასიურად შეთავაზებას გავუკეთებთ, ამაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ხდება ასეთი რამე? ვფიქრობთ ამაზე, როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანები საქართველოში
საქართველოში და აქ როგორ უნდა დავასაქმოთ. აქ იხსნება ქარხნები, ფაბრიკები, უკეთესი სამუშაო გარემო გვაქვს, შრომის უსაფრთხოება დაცული, რომელ ნაწილზე შეგვიძლია პროგრესზე გავამახვილოთ ყურადღება და ის საფუძვლიანოდ ჩავშალო მაგალითად ეს საკითხები. პირდაპირ ახალი წლისთვის ემზადებიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ხორციანი წვინიანი მოამზადონ თუნდაც თვეში ერთხელ სახლში და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, ვის ადანაშაულებთ აი ამ ყველაფერში? მე ადანაშაულებთ, რომ ამაზე ვაკეთებ აქცენტს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა, ისაუბრეთ. ეხლა წინა გამოსვლელზე წირო იყო და შიმშილო არავინ არ შიმშილობსო. ისეთი კატეგორიის ხალხი ვიცი მე რომ არ ვიცი რა. როგორ არ შიმშილობს კაცო, ბევრი შიმშილობს. ეთყობა მაგას საიდანღაც შემოსავალია გვერდიდან აწვდია რაღაცასა და იმიტომ აქვს ეგეთი გამოთქმა და ლაპარაკი. თორე ხალხი შიმშილობს და ერთიც ისა რა მინდა კიდევ თქვა. ეს საპენსიო შემოსავლო როა და 65 წლისა სანამ არ გახდები ვერ აიღებო. რატო ვერ ავიღებ? რატო? როცა შერი ვარ მაშინ ვერ ვიყენებ ჩემ ფულად და თავრობა იყენებს და აი ეს საკითხი რატო არ ადგას რომ ხალხს მისცენ თავისი კუთვნილი ფული. აი ახლა 1000 ქულიანები ვარ სოციალურად დაუცველები. და ხალხს კიდე ეშინი ახლა რომ გამოვიდა რომ ქალმა ტუალეტშიო ჯაგრისიბლი მოვესო და რაღაცა ნახესო კბილების საწმები. და ხალხი უბრალოდ როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი რომ ელემენტარული კბილების საწმებიც არ უნდა ჰქონდეს და ტელევიზორი და მაქცევარი და რა. არ ვიცი რა, აი უნდა გამოიყვანოთ ხალხი და ყველა გვერდზე დაგიდგებით და რავი არ ვიცი რა. გასაგებია თქვენი შეფასება, მადლობა ზარისთვის და იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთით გადაცემაში. რამდენად მძიმეზე გავლენას ახდენს თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ფასების მატება. 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მორიგ მაყურებელს ვუთმობთ კვლავ პირდაპირ ეთერს. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა, ისაუბრეთ. კი ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ისაუბრეთ თუ შეიძლება, ტელევიზორს ჩავუწიეთ. ალო. გისმენთ. გამარჯობა. საქართველოს ოდითგანვე არასვენებდი ეს თავდამსხმელები, მტრები და რა დააშავა საქართველოს. არა აქვს უფლება საქართველოს რომ თავის მიწა-წყალზე შვიდად და ნორმალურად იცხოვროს. არაბები წავიდნენ და თავიანთ ქვეყანაში რაც უნდათ ის ააშენონ, რაც უნდათ ის დაანგრიონ. დაგვანებონ ჩვენმა საქართველოს თავი. სოციალურ მდგომარეობაზე რას გვეტყვით, ქალბატონო? არც მაგათი არაფერი არ გვინდა. კი ბატონო, სოციალურ მდგომარეობაზე და ჩვენი კითხვის შინაარსზე თუ გვეტყვით რამეს? დაგვასვენეთ. კარგით, მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და სხვა თემას უპასუხეთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთეთ, ასე ვთქვათ, შეფასება და ამიტომ მე არ მაქვს პრობლემა, რამდენად მძიმეზე გავლენას ახდენს ქვეყანაში ფასებზე მზარდი ტენდენცია და როგორ აისახება ეს თქვენს ბიუჯეტზე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ისმის ჩემი ხმა. პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. წინა გამოსვლელ ხალხს მინდა პასუხი გავსწრე. დიახ, ისაუბრეთ. დინგისის კარგი საქონელია. ეთერში ვაფუჭებს შემფერი ხალხი და საქართველოს ხალხს ასე აბუჩად უიგდებს. შენ თუ გამჩარი ხარ ყველანაირად ამ ქვეყანაზე და ფუფუნებაში ცხოვრობდა. არ გიჭირდა, არ ხია და არ გწყურია. ამდენი ხალხი, აბა, ჩვენ წყურს ვლაპარაკობ. ქალები კატეგორია არიან. ამ ქვეყანაზე ნაჭარი საქმეები ხარენ, მოძივისებული და მთელი ცხოვრება ურად გაატარენ ტონდად. და მე ვლაპარაკობ მთელი დამაჯერებლობით ჩემი ცხოვრება. გიტანვაში, ტოლებაში, მართალი ქალის დაბუსით გავატარე და ბოლოს
როგორი სიბერე გვაქვს მე და ჩემფერები კიდევ რამდენია ხმაი შეიკიდოს შემდეგ შემთხვევებმა უღილსო ქალო არა ქართილო მადლობა მესმის თქვენი გაბრაზების მიზეზი მეც ასევე გაუბრაზდი და მესმის ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ყველა ადამიანს აქვს იმის საშუალება რომ დაგვიკავშირდეს და ჩაერთოს გადაცემაში თუმცა აი ასეთი მიდგომა როდესაც ადამიანები ხედავ პირდაპირ ეთერში საკუთარი პრობლემების შესახებ საუბრობენ საკუთარი ოჯახის მაგალითზე საუბრობენ ღიად ამბობენ იმას პენსიონერები რომ ის 350 ლარი რომელიც თვიდან თვემდე აქვთ მთლიანად მისდით მედიკამენტებში და შიმშილობენ პრაქტიკულად თველი თვის განმავლობაში და თქვენ იმაზეც არ გინდათ ყურადღება გამახვილოთ რომ იზრდება საქართველოში ფაზებზე პროდუქტი და ევროპის ყველა მოწინავე ქვეყანაზე უფრო მაღალი ფასებიც კი არის ხშირად ჩვენს ქვეყანაში საკვებ პროდუქტზე პირველადი მოხმარების ნივთებზე ამის აღიარება და დანახვა არ გინდათ არ ვიცი ეს არის უსამართლობა ამ ადამიანების მიმართ და ამიტომაც პასუხობენ თქვენ ასე მე ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ იმას რომ ღირსეული სიბერე გქონდეთ გისურვებთ იმას რომ ღირსეულად იყოთ დაფასებული სამუშაო ადგილებში და იმედია რომ ჩვენ აი ამ საუბრით აი ამ დამოკიდებულებით აუცილებლად შევძლებთ იმას რომ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ უკეთესი სახელმწიფო ავაშენოთ მადლობა აქტიურობისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში ინტერაქტიულ გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდი და არ გადართოთ დარჩით ჩვენთან ერთად დროებით